მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერებთ აქ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა, რამდენად სწორი მიმართულებით მიდიხართ. შეიძლება ბევრი ადამიანი იწყებს რაღაცა ბიზნესს, ან რაღაცა ურთიერთობას, ხო? ან არ აქვს მნიშვნელობა. თქვენთვის საჭირო ინფორმაცია იქნება ის, რომ თქვენი მიერ განხორციელებული ქმედებები არ აქვს მნიშვნელობა რა სფერო იქნება, რამდენად სწორია, ხო? რამდენად ხედავ სამყარო, რომ ეს ყველაფერი გამოგივათ, ხო? რამე ხო არ გაქვს შესაძლებელი და ასე შემდეგ. მოკლედ, ვარიანტი გავაკეთოთ ორი, მხოლოდ ერთი ვარიანტი ყველასთვის რა თქმა უნდა არ იქნება, ცოტა თქვენი ინტუიციაც ჩავთოთ და ვნახოთ, რამდენად სწორ გზაზეთ გახართ, ხო? და მოდით დავიწყოთ, ესე იგი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მგონი ჩანს და იმისთვის, რომ ცოტა უფრო ასე მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება, გამოვიყენებ ქვებს, მოდით იყოს დამატინი ESP პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი იყოს ასეთი ავანტიურინი. პირველი და მეორე ვარიანტი, ამოერჩიეთ თქვენ, რომელი ვარიანტი გნებავთ და ვეცდები, რომ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, იმედი მაქვს და მნიშვნელოვანიც, იმისთვის, რომ თქვენ რამდენად სწორ გზაზეთ გახართ, გაერკვეთ, ხო? მოკლედ იმედია, რომ ჩაიფიქრეთ, თუ არა დააპაუზეთ და ისე არჩეთ, ყოველ შემთხვევაში პირველი რაც მოდის ხოლმე, ეს არის ინტუიციის მდგომარეობა და ასე რომ იმედი მაქვს, პირველი რაც მოვიდა თქვენთან, ეს არის. მოდით პირველი იყოს ეს, როგორც თქვით, არის დამატინი ESP და რამდენად სწორ გზაზეთ გახართ ამ ყველაფერთან მიმართებაში. მგონი ჩანს, ხო? ნახეთ, დავიწყებ იქიდან, რომ პირველი ვარიანტი ნამდვილად საკმაოდ ესეთი სწორ გზაზეთ გახართ. თქვენ გაქვთ ძალები, თქვენ გაქვთ ის ენერგია, რომელიც არის სწორი მიმართულებით. ნახეთ, თუ თქვენ თქვენს პრინციპებს დაიცავთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროც არ უნდა იყოს, ეს პირად ურთიერთობასთან იქნება, თუ კარიერასთან მიმართებაში იქნება, თქვენთვის მთავარი არის დაიცვათ თქვენი პრინციპები. დაიცვათ ის სიტუაცია და ის მდგომარეობა, რასაც თქვენ თვლით, ნახეთ, სამართლიანად, მარტო თქვენ თვლით არ არის. რეალურად სამართლიანი უნდა იყოს ეს ყველაფერი. თქვენი მიზნები და თქვენი გზა, რომელსაც ახლა გადიხართ, მე ვერ გეტყვით და არ გეტყვით იმას, რომ მარტივი გზა გექნებათ, მაგრამ ნახეთ, როგორი მომენტი არის. მარტივი შეიძლება არ იყოს, თუმცა იმდენად გაქვთ რესურსი იმის, რომ მიაღწიოთ მიზანს და საბოლოო ჯამში მიიღოთ ის, რაც გინდათ, რომ ამაში, ისე ვიტყოდი, გეხმარებათ თქვენი მფარველი ანგელოზიც და არა მარტო თქვენი მფარველი ანგელოზი. ნახეთ, დააკვირდით სიტუაციას თქვენს ცხოვრებაში, აი ამ გზაზე, აი ამ მიზნის მისაღწევად, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ რაღაცნაირად სწორი მიმართულება მისცეთ ყველაფერს, ხვდებით? ეს ადამიანი გეტყვით, რომ იქნება მამაკაცი, შესაძლებელია თქვენი, იცნობდეთ უკვე, ხო, თქვათ ამ ადამიანს რაღაცა გქონდეთ კავშირი, თუმცა შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იცოდეთ ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში, აი ამ გზაზე თქვენი მიზნის მისაღწევად, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მოგეხმარებათ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ თქვენი საქმე. აქ უბრალოდ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ის, რომ თქვენ
თქვენი პრინციპები, თქვენი სურვილები, რაც გაქვთ აუცილებლად მოახდინოთ ბოლომდე დაცვა, ხო? ბოლომდე დაცვა, ოღონდ სამართლიანი დაცვა და არა უბრალოდ რაღაცა მე მინდა და იმიტომ, არა. უბრალოდ ყველაფერი სწორი მიმართულებით და გათვლით უნდა გქონდეთ გაკეთებული. მოდით კიდე დავამატებ. რამდენად სწორ გზაზეთ გახართ. კი, ნამდვილად სწორ გზაზეთ გახართ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, და გამოჩნდება ადამიანი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ და იმ წინაღობას, რომელიც თქვენ გაქვთ, რომელიც თქვენ შეიძლება შეგხვდეთ, აგაცილებთ, ხო? ეს ადამიანი აგაცილებთ კონკრეტულად თქვენ იცით რა არის, მე მგონი ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი აგაცილებთ იცით რა მომენტს, როდესაც ეჭვი შეგეპარებათ თქვენს თავში, რომ ნუ მე მგონი არ გამომდის და აზრი არ აქვს არაფერს. მეორე მომენტი ცოტა ხანი ხوار დაველოდო და მერე ვცადო, მერე გავაკეთო, მერე იქნება უფრო ეხლა არ არის ამის დრო, ხო? ეს ადამიანი როგორ ვკითხოთ, ბიძგს მოგცემთ იმისთვის, რომ თქვენ აი ის რაც დასასრულებელი გაქვთ და ის გზა რაც ეხლა თქვენ გადიხართ და უნდა დაასრულოთ და უნდა მიიყვანოთ ბოლომდე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არა აქვს მნიშვნელობა რა კუთხით და რა სფეროში იქნება, თუნდაც ვიღაცა ადამიანს ეუბნებოდეთ, რომ ცოლად უნდა მომიყვანეთო, აი ბოლომდე უნდა მიაწოთ, ხო? რაღაც ესეთი ცოტა ისეთი უხეშად რო ვთქვა. აბსოლუტურად. ოღონდ აი ეს უნდა იყოს აუცილებლად ესეთი სწორი მიმართულებით და სწორი მიმართულება ნახეთ უბრალოდ იმპულსებზე აყოლილი არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს რაღაცა ჭყალებში უბრალოდ მინდა და ხვალ შეიძლება არ მინდოდეს. ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ ეს გინდათ. თუ თქვენ გეცოდინებათ ზუსტად, რომ ეს გინდათ, ეს ყველაფერი გამოგივათ და თქვენ გახართ სწორ გზაზე იმისთვის, რომ მიაღწიოთ მიზანს, იმისთვის, რომ გააკეთოთ ყველაფერი და კიდევ გაგიმეორებ, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ აი ამ მიზნის ბოლომდე მიყვანაში, ხო? ის აგაცილებთ იმ პრობლემას, რომელსაც ქვია გაჩერება, რომელსაც ქვია დაპაუზება, რომელსაც ქვია ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან და საბოლოო ჯამში რაღაცა შედეგამდე რო არ მივიდეთ, ხო? და რაღაცა გავაჩეროთ, ხო, სიტუაცია. ისე რომ პირველი ვარიანტი გეტყვით ესე რომ კი, ნამდვილად სწორ გზაზეთ გახართ და ნამდვილად სწორი მიმართულებით მიდიხართ თქვენი ცხოვრების რაღაცა აი ამ კონკრეტულ მდგომარეობამდე, რომელიც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ და გაინტერესებთ. მოკლედ ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი რაც გვეტყვის, ესეთი ავანტიურინი ვინც აირჩია. რამდენად, ნუ აქ უკვე რა ვიცი, რა გითხრათ. აქ უკვე ნახეთ როგორი მომენტი არის. თუ ყველაფერი თქვენ ხელთ არის. აი, აქ ესე გეტყვით, რომ არავის დახმარება არ გჭირდებათ არაფერში. მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია. რამდენად სწორ გზაზეთ გახართ, თქვენ ძალიან სწორ გზაზეთ გახართ. თუ აქ ადამიანები შეიძლება იყოს რაღაცა ისეთ როგორი მომენტი, რომ კარმული ვალების დახურვა, რაღაცა დასრულება ისეთი მდგომარეობის, რომელიც ძალიან დიდი ხანია გინდათ რომ დაასრულოთ. აქ უფრო დასრულება. ნახეთ, აი აქ თითქოს ადამიანები არ ვიცი ხა რა ჩაიფიქრეთ, მაგრამ აქ რატომღაც მგონია რომ უფრო მეტად მეორე ვარიანტის ადამიანებისთვის აი ვისაც გადაწყვეტილი აქვს რომ დაასრულოს მის ცხოვრებაში ეტაპები, რომელიც უშლის ხელს, აი იმ ყველაფერს ასრულებს. მეორე ვარიანტის წარმომადგენლები თუ თქვენ რაღაც მიმართეთ თუნდაც რიტუალების კუთხით
წმენდის რიტუალები გაქვთ ჩატარებული ან რაღაც მსგავსი მომენტები ხო ჩაჭრა ჩახსნა აი აქ ყველაფერი აბსოლუტურად სრულდება აქ ყველაფერი სწორ გზაზე კი არ გახართ ფაქტიურად ახალ ცხოვრებას იწყებთ, ახალ ენერგიებს იწყებთ, ახალ ეტაპს იწყებთ ცხოვრებისას, ხო? აი რაღაცა ყველანაირ სიტუაციას, ყველანაირ ასე ვთქვათ, პრობლემას, წინაღობას ასრულებთ. ადამიანებსაც კი ასრულებთ აქ. ადამიანებს ასრულებთ, მე არ ვიცი, ფიზიკურად ვინმეს ასრულებთ, ხდებით? აი აქ ასრულებთ თვითონ აი ადამიანთან მიჯაჭვული მომენტი ხო არის, ხო არ გვაქვს ესეთი მომენტები ხოლმე, რომ აი ვერ ვჭრით წარსულის ადამიანს, ხო? ნუ ვიღაცა ყოფილ მეუღლეს ვერ ჭრის თავისი ცხოვრებიდან, ვიღაცა ვერ ჭრის რაღაც ყოფილ პარტნიორს, ვიღაცა მეგობარს, არა აქ თითქოს აი აბსოლუტურად ყველაფერს ანულებთ. არ ვიცი ვინც რა ჩაიფიქრეთ აქ, მაგრამ აქ განულება არის, რომელიც ახალ ცხოვრების ეტაპს იწყებს. და აი ეს ახალი ცხოვრების ეტაპი კონკრეტულად პირდაპირ თქვენს ხელთ არის, ესე ვთქვათ. აი თქვენ შეგიძლიათ აბსოლუტურად ყველაფერი დაიწყოთ თავიდან, აბსოლუტურად ყველაფერი დაიწყოთ ისე, როგორც თქვენ გინდათ და ზუსტი მიმართულება გაქვთ აღებული, აი თუ აქ მიყურებთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აი მართლა ყველაფერი მოტოვებული, აი ყველაფრის მოტოვება გინდათ წარსულში და აი ახლიდან დაბადება თქვენი, ხო? ნუ ეს გამოგივართ ნამდვილად და სწორ გზაზეც გახართ ძალიან. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ თუ ვინმემ რაიმე რიტუალები ჩაატარა, რავი, წმენდის რიტუალები, განსაკუთრებით წმენდის რიტუალებზე აქ საუბარი და განთავისუფლების, ჩახსნის და ჩაჭრის, ეს რიტუალები თქვენთვის, ნუ რა ვიცი, აი ძალიან კარგად მოქმედებს. რამდენად სწორ. კი, ნამდვილად ახალ ეტაპს იწყებთ, ახალ ენერგიებს იწყებთ, აი ახალ ცხოვრებას იწყებთ, სიძლიერით, მიზანმიმართულობით, აი თქვენ ეხლა ესე ვიტყოდი, რომ ვინ და ვერაფერი ვერ დაგიდგებათ წინ, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის, რომ რაღაცა შეგიქმნათ პრობლემა კიდევ ერთხელ გზაზე. თქვენ იმდენად სწორი გზა აირჩიეთ, იმდენად სწორი მიმართულებით წახვედით, რომ გეტყვით, რომ თქვენთვის ახალი გაცნობიერებებს, აი მართლა პატარა ბავშვი თავიდან რო იწყებს ლაპარაკს, ფეხისადგმას, ხო, თქვენ ნამდვილად აი ესე იწყებთ და იმდენად დიდი ძალით და იმდენად დიდი ენერგიით და ისეთი სუფთა ენერგიით, რომ თქვენ ყველანაირ წინაღობას გაუმკლავდებით აბსოლუტურად, აი თითქოს ყველაფერი, რაც კი არ ვიცი, ხო გეუბნებით რაც კი წინ გედგათ და თქვენ თვლიდით, რომ ეს ყველაფერი არის მოსაშორებელი, აი როგორც ძველი ტანსაცმელი გადაყაროთ, აი ზუსტად ესე მიდის, აი თითქოს თავისითაც კი გაგეცლებიან და თავისითაც კი ჩამოიხსნებიან ის მდგომარეობები, რომელიც თქვენ რაღაცა არ გაძლევდათ საშუალებას, რომ აი ფინანსები დაგეჭირათ ხელში, არ გაძლევდათ პირად ურთიერთობაში, რომ დაალაგებულიყავით, არ გაძლევდათ კარიერულ წინსვლას, ხო, მიუხედავად რომ ძალიან ბევრ შრომობდით, არ გქონდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი თითქოს არა და თითქოს არაფერი არ არის მისულხართ ექიმთან და უთქვეთ, რომ არაფერი არ გაქვს ისეთი და ვერაფერს ვერ ვადგენთ, ხო, ან აბსოლუტურად ყველაფერი, აქ არ ვიცი ვინ რა გააკეთეთ და ძალიან ესეთი როგორც ჩანს, რა ვიცი, უყურებთ წმენდის რიტუალებს ან რაღაცა მომენტი არის. თუმცა მეორე მომენტიც არის, კიდე იცით რა შეიძლება ვიღაც ანუ რაღაც მომენტში ვიღაცისთვის მინიშნებაც იყოს, რომ თუ აი ამ ყველაფრის ჩახსნა გინდათ და ახალი დაწყება გინდათ, ალბათ ანუ თქვენ უნდა გახვიდეთ იმ გზაზე, რომელსაც ქვია ჩაჭრა, ჩახსნა და ჩამოშორება ყველაფრის, ხო, რაღაცა წმენდებთან დაკავშირებული მდგომარეობა, ხო, თქვენი ენერგეტიკის განთავისუფლება. ნუ ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტი თუ აი ამ სიტუაციაში ხართ
თქვენც სწორ გზაზე დგახართ, რაღაცა ძალიან კარგი გამოვიდა, რომ ორივე სწორ გზაზე დგათ, უბრალოდ აი აქ თქვენზეა დამოკიდებული მეორე ვარიანტი. პირველ ვარიანტთან განსხვავებით, პირველ ვარიანტს სჭირდება ადამიანის დახმარება და გამოჩნდება ადამიანი მის ცხოვრებაში, რომ დაეხმაროს, მაგრამ მეორე ვარიანტისთვის აქ კონკრეტული მდგომარეობები და კონკრეტული სიტუაციები არის თქვენს ხელთ, შესაბამისად თქვენი ქმედება იქნება ზუსტად უკუქმედება მერე სამყაროსგან. ანუ თქვენ რასაც გააკეთებთ, ზუსტად იგივეს მიიღებთ უკან. თქვენ რასაც ჩადებთ, ზუსტად იგივეს დაიბრუნებთ. ხო, სიკეთეთ გააკეთებთ სიკეთე, ვოროტება, როგორც ხდება ხოლმე, ხო? ასე რომ აქ თქვენ ხელს არის ყველაფერი და წინ იარეთ, წინ თქვენი წარმატებისთვის, თქვენი გამარჯვებისთვის და თქვენი ბედნიერებისთვის. მე ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ, გაცნობიერებას გისურვებთ ყველაფრის, რომ შეძლოთ უპრობლემო ცხოვრება. მეტნაკლებად. კარგად წანდაპირეთ და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ გამოწვევთ ჩემი არხი.